ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პედაგოგთა, სტუდენტთა და თანამშრომელთა სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი შესრულდა. ღვთისმსახურება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სასულიერო აკადემიაში მოღვაწე მოძღვრებსა და სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღასრულა. პანაშვიდს გარდაცვლილ ოჯახის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მსახურების დასრულების შემდეგ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ტაძარში შეკრებილები დალოცა და ქადაგებით მიმართა. მან ისაუბრა გარდაცვლილ პედაგოგთა განუსაზღვრელ ღვაწლსა და დამსახურებაზე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმატებაში. უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოხატა იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც აკადემიასა და სემინარიაში იღებდნენ განათლებას და დღეს ჩვენს შორის აღარ არიან. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წელიწადში ერთხელ ჩვენი პედაგოგებისათვის, სტუდენტებისთვის და ვინც აკადემიაში თანამშრომელი იყო, მათთვის წელიწადში ერთხელ ყოველთვის მთელი სემინარი აკადემია იკრიბება და ვიხდით ხოლმე პანაშვიდებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს, რომ გავიხსნათ ეს ადამიანები, ვინც აკადემიის სემინარიაში მოღვაწეობდნენ, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი იყო სტუდენტებისგან, ვინც დღეს სიცოცხლეები აღარ არიან, ანუ პედაგოგები ძალიან ბევრი, ვინც ჩვენ გვასწავლეთ, დღეს სიცოცხლეები არ არიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი მოხსენება ხდება, მათ ოჯახის წევრებიც მოდიან ხოლმე ტაძარში და ჩვენ ერთად ვიკრიბებით და ყველანი გამოხატავთ მათ პატივისცემას. ეს უნიშნულოვანესი რამე არის, იმიტომ რომ ეს ჯერ გამოხატავს ამერთობას და იმას, რომ ეს ადამიანები სულ გვახსოვს და მათ მიმართ ჩვენ დამოკიდებულება არის ძალიან წმინდა და ძალიან სწორი და ღმერთო ყველა მოიხსენოს მადლი და წყალობა ღმერთმა არ მოყოს ამ ადამიანებს და თვითონ მათგანის სული ღმერთმა. დღეს მართლაც ღირსშესანიშნავი დღე გვაქვს ჩვენი სასწავლებლისთვის სასიხარულოს და სამწუხაროც. სამწუხაროა თავისთავად იმით, რომ ჩვენს გარდაცვლილ ძვირფას ადამიანებს ვიხსენებთ, ჩვენ პროფესორ-მასწავლებლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ, სწავლობდნენ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის წასული სტუდენტი, პედაგოგი და სასიხარულო იმით არის, რომ აი ეს ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა ჩვენმა რექტორმა, რითვისაც ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, მას ამ გულისხმიერებისათვის, მამა გიორგის, იმიტომ რომ წინაპრის და წინამორბედის დაფასება იმ ადამიანების, რომლებმაც თავისი ღვაწლი ჩადეს, თავისი ოფლი დაღვარეს იმისთვის, რომ ჩვენ განათლება მიგვეღო. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად მერქთან ისხდნენ და მათთვის ლოცვა, უფრო დიდი ღვაწლი, უფრო დიდი სათნოება მართლაც ღვთის წინაშე არაფერია. ორი რამ ასულთმულებს ადამიანს, ხო? ეს არის ჯანმრთელობა ჩვენი ახლობლების და ეს არის ნათელი ხსოვნა იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან და იმ გრძელ სოფელში არიან, სადაც ქრისტე ანათებს თავის სინათლეს. სამუდამო განსვენება მათ უკვდავსულებს, მათ ჩვენთვის ილოცონ და დარწმუნებული ვარ ლოცულობენ, ის ძვირფასი ადამიანები, ჩვენი საყვარელი პედაგოგები, ქალბატონი ლეილა გეგუჩაძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ბატონი ზურაბ კიკნაძე, ბატონი თენგიზ ზალდასტანიშვილი, არ ჩამოყვები ახლა, რომ ვინმე არ გამომყვეს ჩვენი სტუდენტები და დღეს სწორედ აი ეს დღე არის, როდესაც ჩვენ ლოცულობთ მათთვის და მოვიხსენიებთ მათ უკვდავსულ სამუდამო ნათელი, სამუდამო სიხარული იმ გრძელ სოფელში, სადაც მხოლოდ სიხარულია და სადაც მხოლოდ ქრისტეა. დღეს მოგიხსენებათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. აღესრულა მიცვალებულთა მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი, რომელიც მიეძღვნა თბილისის სასულიერო სემინარი აკადემიაში მოღვაწე გარდაცვლილ პედაგოგებისა და სტუდენტების მოხსენიებას. აღნიშნული ტრადიცია დაამკვიდრა სასულიერო სემინარი აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მიმოდოვნებთ, რომ მომავალშიც აღნიშნული ტრადიცია გაგრძელდება და ყოველთვის მივაგებთ მათ სულებს დიდ პატივს.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ინიციატივით კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ყოველწლიურად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პედაგოგთა, სტუდენტთა და თანამშრომელთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც ესწრებიან გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და ასევე სტუდენტები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ჩვენი სასწავლებლისთვის, რადგან დიდია იმ ადამიანთა ღვაწლი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წინაშე, რომელთაც მოიხსენიებენ დიდი პანაშვიდის დროს. ამდენად სასწავლებელი ამ დღეს კიდევ ერთხელ მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავს თითოეული გარდაცვლილი პედაგოგის, სტუდენტის და თანამშრომლის მიმართ და ცდილობს ლოცვით შეეწიოს მათ სულებს. ძალიან ემოციური დღე არის, იცი დღევანდელ დღეს ყოველთვის ისე ველოდებით ხოლმე, იმიტომ რომ რამდენიმე წელია უკვე ტარდება მოხსენიება სასულიერო აკადემიის და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების, თანამშრომლების მამა ასწავლიდა სასულიერო აკადემიაში და კიდევ ჩვენი ბევრი თანამშრომელი, ბევრი ძალიან ჩემთვის ძვირფასი ადამიანის სახელი იყო დღეს ნახსენები და დიდ ემოციებთან არის ხოლმე ყოველთვის დაკავშირებული. ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო განსაკუთრებით პროტოპრესვიტერს მამა გიორგი ზვიადაძეს, იმიტომ რომ მისი ძალისხმევით და მისი თაოსნობით ხდება ეს და ძალიან დიდი მადლობა ყველას. აღსანიშნავია, რომ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი ყოველწლიურად სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულდება.